ვაგრძელებთ ევროპაში მოგზაურობას. ამჯერად ევროპის სამხრეთით, ზიან ეგზოტიკურ მალტაში გადავინაცვლებთ. ჩამოფრინდით მალტაში. აეროპორტიდან შეგიძლიათ ავტობუსით წახვიდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ბილეთის საფასური 3 ევროა. საერთაშორისო ტაქსის კომპანიებიც საკმაოდ მისაღებ ფასში ოპერირებენ. მალტა მსოფლიოში არსებულ ჯუჯა სახელმწიფოთაგან ერთ-ერთია, მაგრამ მისმა სიმცირემ არ შეგაცდინოთ. მალტას პირველი ადგილი უჭირავს 1 კვადრატულ კილომეტრზე ისტორიულ ძეგლთა რაოდენობით. ის ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. მალტა ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და აფრიკას შორის მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა სხვადასხვა დამპყრობელს: ფინიკიელებს, რომაელებს, ბერძნებს, არაბებს. 1964 წლიდან მალტა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მალტაში 2 სახელმწიფო ენაა: მალტური და ინგლისური. რუბლიანი და მოგუშული ბელგია ჰოლანდიიდან ჩამოვედით ზიან მალტაში. მართალია სანამ სასტუმროდან აქ მოვიდოდით, ყველანაირი ამიდი ვნახე, წვიმა, მოღრუბლობა ზე, მაგრამ ალსთავარია, ახლა ზამთარში წარმოდგენილი ვარ მაისურით და პერანგით, შვენერი ამინდია და შესაძლებლობას გვაძლევს ეს ქვეყანა კარგად დავათვალიეროთ. მალტა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც წარმოდგენილია 6 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზე, რომელთაგან 3 კუნძულია ყველაზე დიდი და გამორჩეული, ეს არის მალტა, კომინო და გოცო, რომელთაგან მალტა არის ყველაზე დიდი, სადაც მოსახლეობის 80% ცხოვრობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ ქვეყნის დასახელებაც. ახლა ჩვენ ვართ ვალეტაში, რომელიც ბალტის დედაქალაქია. ცოტა რთული წარმოსადგენია მისი ზომიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს ქალაქების 1 უბნის ზომაა. მისი ფართობი 0.61 მიასერი კვადრატული კილომეტრია, რითიც ევროკავშირის ყველაზე პატარა დედაქალაქია. ახლა ჩვენ ვართ ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობასთან, რომელიც არის ტრიტონის შადრევანი, როგორც ხედავთ, წარმოდგენილია 3 ტრიტონი და ეს შადრევანი გაკეთებულია 1952-59 წლებში. აქ იმართება სხვადასხვა დღესასწაულები, როგორც გავარკვიეთ. აქვე არის ქალაქის შესასვლელიც და ერთი სული მაქვს, რომ შევიდე, დავათვალიეროთ, ვინაიდან მალტაში პირველად ვარ და ძალიან მაინტერესებს. მოკლედ, დავიწყოთ მალტის აღმოჩენა. ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმის ისტორია და ცხოვრების თანამედროვე რიტმი. ძველი არქიტექტურა და მოკრიწყლული ქუჩები თითქოს წარსულის გამოძახილია დღევანდელობაში. სახელი ვალეტა ფრანგული დიდგვაროვანის პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მალტის ორდენის 59 დიდი მაგისტრი იყო. მან 1565 წელს კუნძული ოსმალთა შემოჭრისგან დაიცვა. 1980 წლიდან ვალეტა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. ვალეტა სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილასაა გაშენებული. ის განლაგებულია მთიან ნახევარკუნძულზე. მას 2 ნავსადგური აქვს, რომელთაგან უფრო დიდი მალტის მთავარი სადგურია. სწორედ ამ პორტში ჩერდებიან საკრუიზო გემები. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ზედა ბარაკას ბაღებია. ბაღები 1560-იან წლებში გაშენდა. თაღები კი 1661 წელს ააგეს. ბაღები თავდაპირველად წმინდა იოანეს ორდენის რაინდების დასასვენებელ სივრცედ გაშენდა. 1800 წელს კი საფრანგეთის მიერ მალტის 2 წლიანი ოკუპაციის დასრულების შემდეგ ის საზოგადოებისთვის გაიხსნა. ულამაზეს ბილიკებზე სერნობისას უხად ხვდებით ძეგლებსა და მემორიალებს, რომლებიც ვალეტას დიდარ წარსულზე მოგვითხრობენ. ეს ადგილი ქალაქის გალავნის უმაღლესი წერტილია, რაც მისი სტრატეგიული მნიშვნელობის დამადასტურებელია. ერთ მნიშვნელოვან ადგილას ჩავდივართ. ახლა მოვედით ერთ საინტერესო ადგილას, რომელიც აშენებულია მე-16 საუკუნეში წმინდა იოანეს სახელობის ორდენის მიერ. დღეს ამ ადგილს აქვს ტურისტული დატვირთვა და შემოსვლა ღირს 3 евро. ვისაც გინახავთ ნიცის გადაცემა, გემახსოვრებათ, რომ ყოველ დღე 12 საათზე ისროდნენ ზარბაზნიდან და აქაც მსგავსი ამბავია. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 12 საათზე და 4 საათზე საზემო ვიდარებაში ისვრიან ამ ზარბაზნებიდან. ვინაიდან ახლა 12 საათი ხდება და ახლოვდება გასროლა, ჩვენც ამისთვის ვართ მოსული, მაგრამ უმჯობესია ზევით ავიდეთ, საიდანაც
ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო იქნება ამის ხილვა და იქიდან შევხედოთ ამ მოვლენას. ზარბაზნის გასროლის მოსამზადებელი პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება. საზეიმო ვითარებაში გამოდიან ჯარისკაცები, რომელთაც წინასწარ განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. ქვემეხების დატენვის შემდეგ სროლელს აძლევენ ნიშანს და ზარბაზანიც ისვრის. ზარბაზნებს იყენებდნენ როგორც ომიანობის დროს, ასევე საზეიმო ვითარებაში, ან სასიგნალოდ, როდესაც ქალაქის კარიბჭე იხსნებოდა და იკეტებოდა. ეს ადგილი 1954 წლამდე რჩებოდა აქტიურ სამხედრო ტერიტორიად, სანამ ბრიტანელებმა არ ამოიღეს იარაღი. 21 საუკუნის დასაწყისში იგი აღადგინეს და გაიხსნა საზოგადოებისთვის. დღეს აქ სამხედრო მუზეუმია განთავსებული, ქვემეხებით, საბრძოლო იარაღით და ჯარისკაცთა სამყოფელით. ვაგრძელებთ ქალაქის დათვალიერებას. ქვით მოკირწყულ ქუჩებს განსაკუთრებით ალამაზებს ფერადი კარები, დარაბები და აივნები. პერუს შემდეგ ამდენი აივანი არსად მინახავს. ახლა ჩვენ მოვედით ვალეტას და ზოგადად მალტის ერთ-ერთ გამორჩეულ მოედანზე, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა. ეს მოედანი აქ მე-17 საუკუნიდან არსებობს და სწორედ ეს იყო სხვადასხვა დღესასწაულის თუ ღონისძიების ჩატარების ადგილი. ეს ტრადიცია კვლავ გრძელდება და აქ სხვადასხვა ფესტივალი იმართება დღემდე. უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვალეტა საგნულად დაზიანდა, თუმცა აღადგინეს და დღეს ქუჩებში სეირნობისას არაჩვეულებრივი არქიტექტურის ნახველები ვართ. ამ ლამაზ ქუჩებში ვხვდებით კაფე-რესტორნებს, სუვენირების მაღაზიას და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ტურისტს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან როდესაც ზამთარში ასეთი შესანიშნავი ამინდია, რომელი ტურისტს არ ესიამოვნება ამ ქუჩებში სეირნობა. მით უმეტეს ისეთი განსაცვიფრებელი არქიტექტურის ნახვა, როგორიც აქ არის. ჩვენც გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა, ვინაიდან ძალიან კარგად დავიწყეთ და იმედია ასეც გაგრძელდება. მალტის ერთ-ერთ სიმბოლოდაა ქცეული კარმელიტების ტაძარი. მის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა მე-16 საუკუნის ბოლოს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაგებობა დაბომბების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც მას 1958-73 წლებში კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდა. ეკლესიის ერთ-ერთ ნიშაში შეგიძლიათ იხილოთ მარიამ ღვთისმშობლის ქანდაკება. მოდით ვალეტას კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობასთან, რომელსაც ეწოდება ქვემო ბარაკას ბაღები. სახელის გვეუბნება, რომ ეს არის უმშვენიერესი ბაღი, სადაც შევხვდებით სხვადასხვა მცენარეს, ყვავილებს, ძალიან კარგი ადგილია დასასვენებლად, განსატვირთად, მაგრამ განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა ამ ბაღში არის, რა თქმა უნდა, ჩემს უკან მდებარე მემორიალი, რომელიც ბრიტანელ ადმირალ ალექსანდრე ბალს ეძღვნება. ის იყო მალტის პირველი სამოქალაქო კომისარი. ტაძარი აშენებული ათენას ჰეფესტოს ტაძრის შთაგონებით. თუმცა პროპორციები განსხვავებულია, როგორც ხედავთ, ის საკმაოდ პატარა ზომისაა. გარდა მემორიალისა ბაღში ხვდებით სხვადასხვა ძეგლს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ხედები, რომლებიც აქედან იშლება. როგორც უკვე ვთქვი, კარგი ადგილია დასვენებისთვის და განსატვირთად, ჩვენ ცოტა ხანი აქ შევისვენებთ და მერე კვლავ გამაგზავნებთ ფეხით სეირნობას.
მალტის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა წმინდა იოანეს ტაძარია. ის აშენდა მალტის რაინდების მიერ 1573-1578 წლებში. ეკლესიაში ინახება კარავაჯოს სტილო, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა. ეს ნახატი ავტორის ერთ-ერთი შედევრი და მისი ერთადერთი ხელმოწერილი ნამუშევარია. ტაძრის იატაკქვეშ სამარხებია განთავსებული. აქ შემოსვლის საფასური 15 ევროა. ფასში შედის აუდიო გიდი და კარავაჯოს ნახატების გალერეა, სადაც რამდენიმე შედევრია წარმოდგენილი. ათენდა კიდევ ერთი დღე მალტაში, სადაც ამინდი საკმაოდ ცვალებადია. დღეს ვაპირებდი, რომ ნავით გადავსულიყავი ერთ-ერთ კუნძულზე და იქ მენახა განსაკუთრებული ადგილები, თუმცა როდესაც ბილეთის ყიდვა გადავწყვიტე, მითხეს, რომ ამინდი არ იყო კარგი და აჯობებდა, რომ არ წავსულიყავი. ამიტომ გადავწყვიტე მენახა სხვა ადგილი. ტაქსით ჩამოვედით სულ რაღაც 16 ევროთ ამ ადგილას, რომელსაც ეწოდება მდინა. ქალაქი მდინა იყო მალტის უძველესი დედაქალაქი. მის ისტორია ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იწყება. ძალიან საინტერესო ქალაქია, ბევრი ინფორმაცია და ფოტო ნახე. ამიტომ ქალაქის შესასვლელში ვარ, შევიდეთ და დავათვალიეროთ. დინა ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია არაბულ სიტყვასთან მედინა, რომელიც ქალაქს ნიშნავს. იმის გამო, რომ დღესდღეობით გარდა ლიმიტირებული რაოდენობისა ქალაქში მანქანები არ მოძრაობენ, დინას ჩუმ ქალაქს უწოდებენ. აქ ძირითადად ეტლებს და ფეხით მოსიარულეებს ხვდებით. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა ვიზიტორებისთვის, სადაც შეგიძლიათ მშვიდად ისერნოთ ვიწრო ქუჩებსა და ხეივნებში. ერთი შეხედვით მდინა არც ისე დიდი ქალაქია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, სადაც გამოყოფდი ვიწრო ქუჩებს, რომლებიც დატვირთულია ფერადი კარებით, დარაბებით და ალბათ ყვავილი აღსანიშნავია, ყოველ ქუჩაზე არის სხვადასხვა ულამაზესი ყვავილი და ზამთარში ასეთი სცენის ნახვა განსაკუთრებულად ლამაზია. ამინდი ცოტა ცვალებადია, ხან მზი არის, ხან ბრუბელი, დაგვეცათ წვიმის ვეთებიც, მაგრამ ვეცდები, რომ კარგ ამინდში მოვასწრო მისი დათვალიერება. ქალაქ მდინას ხშირად იყენებენ ფილმებში თუ სერიალებში გადასაღებად. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეფო კარის თამაშები. ქალაქში არაერთი ღირსშესანიშნაობაა. შეგიძლიათ შეხვიდეთ ქალაქის მუზეუმში ან წმინდა პავლეს ტაძარში. ბილეთის საფასური 10 ევროა. ტაძარი მე-12 საუკუნეში აშენდა, თუმცა 1693 წლის სიცილიის მიწისძვრამ, რომელიც მალტიდან 92 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საგრძნობლად დააზიანა ის. ტაძარი მიწისძვრიდან მალევე საფუძვლიანად განაახლეს.
მალტაში მოგზაურობისას ხვდებით არაერთ ფრესკას თუ ძეგლს, სადაც გამოსახულია პავლე მოციქული ცეცხლის და მკლავზე შემოხვეული გველით. ეს უკავშირდება მოციქულთა საქმის სიუჟეტს. სავლე იგივე პავლე, რომელიც დაკავებული იყო ქრისტიანების დევნით, მალევე ის მიიღებს ქრისტიანობას, დაიწყებს ქადაგებას და თავად ხდება დევნის ობიექტი. დატყვევების შემდეგ ის იგზავნება რომში, რათა გაასამართლონ როგორც რომის მოქალაქე. თუმცა მგზავრობისას ამოვარდება ქარიშხალი, იძირება მისი გემი, მას და სხვა ადამიანებს სხვა რიყავს სწორედ კუნძულ მალტაზე. აბირზე გადასვლის შემდეგ დაანთებენ ცეცხლს, რა დროსაც პავლე აგროვებს ფიჭს. ცეცხლისგან შეწუხებული გველი შეახტება პავლეს და ხალხი ამბობს, რომ ეს ნამდვილად კაცისკვლელია, რადგან სიკვდილს გადარჩენილი ადამიანს სიკვდილი არ ანებებს თავს და გველის სახით ვერთა მისი სიკვდილი გადაწყვიტა. თუმცა პავლე იგერიებს გველს, აგდებს ცეცხლში და თავად უნებელი გადარჩება მისგან. ის რჩება კუნძულზე და მისი აკყოფნის განმავლობაში კურნავს ადამიანებს. ისთვის მადლიერი მოსახლეობა მას ადლევს გემს, დატვირთული საკვებით სანოვაგეთ და აგრძელებს თავის გზას. ეს ფაქტი მალტელებისთვის მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ხვდებით პავლეს ფრესკებსა თუ ქანდაკებებს ყველა ქალაქში. დინადან უკან ჩვენ სასტუმრომდე ტაქსით დავბრუნდით. მართალია კუნძულზე გადასვლა არ გამოგვივიდა, მაგრამ სანამ აქაურობას დავტოვებთ, ცოტას გავისეირნებთ. გარდა იმისა, რომ ტაქსების საკმაოდ მისაღები ფასებია, საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ და 6-დან 15 ევრომდე შეგიძლიათ გადაადგილოთ ფაქტობრივად ყველა ადგილას. ასევე განსაკუთრებული ტრანსპორტი ვალეტაში, ზოგადად მალტაში არის ეგრეთ წოდებული ფერი, რომლის საფასური არის 2 ევრო და ახლა ჩვენ გავემართებით ვალეტასკენ და სწორედ ამ ფერით გადავალთ მეორე ნაპირზე. საკმაოდ დიდი რიგია, ჩვენც ჩავდგეთ, ოდესმე მოგვიწევს. დანიშნულების ადგილამდე მისვლას დაახლოებით 10 წუთს ანდომებს. მალტა ის ქვეყანაა, სადაც კიდევ არაერთხელ ვიმოგზაურებ. ბევრი რამ დამრჩა აქ სანახავი. კარგი მიზეზი მაქვს უკან დასაბრუნებლად. მანამდე კი ღამის ქუჩებში გავისეირნებთ. ამინდი ხელს გვიწყობს. განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის პერიოდია ულამაზესი. მომაჯადოებელი ხედია. ცა ალაგ წითელი და ალაგ ოქროსფერია. გარშემო ყველაფერი ზღაპრულად მშვენიერია. მალტური თავგადასავლები აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში ვიწყებთ მოგზაურობას ფინეთში. წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება. არ გამოტოვოთ.